ამ ვიდეოში მოგიყვებით რა არის მეტასტაზი და როგორ შეუძლია ავთვისებიან სიმსივნეს გავრცელდეს მთელს ორგანიზმში. მეტასტაზი მარტივად რომ გითხრათ, არის პირველადი სიმსივნის წყაროსგან მოცილებული კერა. არსებობს ლოკალური და შორი მეტასტაზები და ამ შემთხვევაში ვისაუბრებთ შორ მეტასტაზებზე, ანუ როგორ შეუძლია სიმსივნეს მოახდინოს ინვაზია სისხლის მიმოქცევის ან ლიმფურ სისტემაში და ამით გავრცელდეს მთელს ორგანიზმში. სიმსივნურ უჯრედს და უჯრედების გროვას არ ახასიათებს შემაერთებელ ქსოვილოვანი სტრუქტურა. ანუ ის ჩონჩხი, რომელიც მიმართულებას და სტრუქტურას უქმნის ჯანსაღ უჯრედებს, ეს ყველაფერი სიმსივნურ უჯრედებს არ აქვს და ისინი იზრდებიან ესე რენდომად უბრალოდ როგორც უჯრედების გროვა. შესაბამისად, სიმსივნურ უჯრედებს ერთმანეთთან უფრო ნაკლები სიძლიერის კავშირი აქვს და ეს ყველაფერი ასევე დადასტურებულია უჯრედულ მემბრანაზე ათეზიური მოლეკულების შემცირებით სიმსივნურ უჯრედებში. ნორმალურ შემთხვევაში მეტასტაზირებულ უჯრედს პირველადი კერიდან სისხლის მიმოქცევაში არაფერი ესაქმება და ისინი იმუნური უჯრედების მიერ უნდა განადგურდნენ. თუმცა მეტასტაზირებული უჯრედები აქ იყენებენ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან მექანიზმს თავიანთი თავის გადარჩენისთვის და ეს არის კოაგულაციური მექანიზმების აქტივაცია, რაც ნიშნავს შემდეგს, რომ ისინი იყენებენ თრომბოციტებს, ანუ პატარა უჯრედებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან შედედებაზე ჩვენ სისხლის მიმოქცევაში და ასევე ფიბრინს იმისთვის, რომ შეინიღბონ ზედაპირულად და თავი დააღწიონ ან ჩვენი იმუნური სისტემის უჯრედებს. იმისთვის, რომ სიმსივნური უჯრედები ახალ ქსოვილში შეიჭრან, მათ სჭირდებათ სპეციალური რეცეპტორები და ასევე ფერმენტები. მაგალითად, ლამინინის და ფიბრონექტინის რეცეპტორები და ასევე კოლაგენაზები, რომლებიც შემდეგ, როდესაც უშუალოდ მოხდებიან ქსოვილში ეს მეტასტაზირებული უჯრედები, უზრუნველყოფენ ბაზალური მემბრანის დაზიანებას და იქ ახალი სისხლძარღვოვანი კაპილარების ჩაზრდას, რაც ხელს უწყობს ამ ახალი კერის სიმსივნური უჯრედების ზრდას და ჩამოყალიბებას ისეთივე კერის, როგორიც იყო მაგალითად საწყისი სიმსივნე. ამის ხარჯზე ხდება ლოკალურად ჯანსაღი უჯრედების ფუნქციის შეზღუდვა და საბოლოოდ პირველადი სიმსივნის მსგავსად ინვაზიური ზრდა ამ მეტასტაზისაც.